მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მექნება მოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო ბლოგი. ბლოგი შეეხება დავით გარეჯის საკითხს, რა თქმა უნდა, ამაზე მნიშვნელოვანი თემა არ არსებობს დღევანდელ ქართულ რეალობაში, მაგრამ სუსის და სხვა სპეცსამსახურების დახმარებით ქართული საზოგადოების ყურადღება ყოველწამიერად არის გადატანილი, რომ ეს ძირითადი საკითხი ჩვენი წმინდა ადგილი და საქართველოს ისტორიის და კულტურის უძვირფასესი ძეგლი ასე წყნარად ჰიჰიჰაჰაში იქნას გადაცემული აზერბაიჯანზე, რომელიც გადაცემული არის და ხალხის გონება იქნას მიმართული იმ სიბინძურეებზე, მართლა რომელი სიბინძურეებიც ყოველდღიურად ტრიალებს. მიუხედავად ამ ტექნოლოგიებისა, პერიოდულად დავით გარეჯის საკითხი ამოტივტივდება ქართულ საზოგადოებაში და ნორმალური ქართველები ნორმალურად რეაგირებენ ამ ყველაფერზე. ფაქტი ერთი არის, რაც ეს წეული ხელისუფლება მოეთრია ხელისუფლების სათავეში, მის მერე აღმოჩნდა ისე, რომ იქ თუ ადრე ადიოდნენ მომლოცველებიც, სასულიერო პირებიც და ტურისტები, დღესდღეობით იქ არც ქართული ჯარი იმყოფება, არც სასულიერო პირებს შეუძლიათ ასვლა, ტურისტებზე ზედმეტი არის საუბარი, მაგრამ აი ესე ჩუმად თურმე რა ხდება კაციშვილმა არის ის და მიშას ბრალია ეგ ყველაფერი, თურმე სააკაშვილმა გააკეთა ეს ყველაფერი. არ ვდაობ იმას, რომ სააკაშვილი მოღალატე არის, მაგრამ სააკაშვილის დაწყებული საქმე რომ ამათმა დააგვირგვინეს, არც ისე დიდი ხნის წინ. იქნა ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ასავალ-დასავალის 2026 წლის 2-8 თებერვლის ნომერში ვრცელი ინტერვიუ ადამიანთან, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუ როგორ არის კობახიძის დროს გადაცემული და გაფორმებული ეს ყველაფერი. ამას მოყვა შემდეგ მეორე ინტერვიუც, რომელიც ადასტურებდა ამ ყველაფერს და ეს არ ყოფილა რაღაცა შემთხვევითი და ჰაერზე მოსული რაღაც პრობლემატიკა, მაგრამ ხელისუფლებიდან აბსოლუტურად ყრუდუმილი არის საერთოდ, ვითომ ვერაფერი ვერ დაინახა, ვითომ ვერაფერი ვერ გაიგონა. აგერ ახლა უკვე დღეს 16 თებერვალი არის და ორი კვირა არის უკვე არანაირი რეაქცია ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ ხელისუფლება კი დუმს, მაგრამ ხელისუფლების უკანალის მლოყველები, ვითომ რომ ხელისუფლებას არ წარმოადგენენ, ეს ხალხი აქტიურად არიან ჩაბმული ამ ყველაფერში, მათ შორის ვითომ ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები, დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტივი და დამოუკიდებელი დეპუტატები და რა ვიცი, რასაც უნდა იმას დაირქვამენ. თავის თავს იმას დაარქვამენ, ამიტომ დღეს ამ ბლოგში მე მინდა გაჩვენოთ აბსოლუტურად ქართველმა ერმა ყველამ უნდა იცოდეს, ვინ არის საქართველოს მოღალატე. და ყველა მოღალატე აბსოლუტურად უნდა იქნას საზოგადოებისთვის ცნობილი და ეს ხალხი ისე როგორც სერგო ორჯონიკიძე არის შესული საქართველოს ისტორიაში, აი ამ სახელით უნდა შევიდნენ საქართველოს ისტორიაში. ისე არა რომ ვითომ ვიღაცამ ხელი დააფარა, ასე შემდეგ და ამიტომ აი ამ ბლოგში დღეს მე მინდა წარმოგიჩინოთ ამ ადამიანების საქციელი, რომლებმაც ეს დიდი ისტერიკა ატეხეს ჩვენს მიერ, რა თქმა უნდა, წამოწეულ და გაღვივებულ საზოგადოებისთვის აი ამ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით და 1000 სიბინძურე და 1000 ცილი დაგწვამეს. როგორც მე, ასევე ასავალ-დასავალს, გაზეთ ასავალ-დასავალს და მინდა შევახსენო ამ ბიუნაგავ ადამიანებს, რომ ისინი დღეს რომ იქ ყრიან, სადაც ყრიან და ხალხის ხარჯზე ცხოვრობენ და ყველანაირი ცხოვრებისეული კეთილდღეობა გააჩნიათ ზუსტად 2012 წელს და მანამდეც ასავალ-დასავალის დამსახურება და მათი გმირი ჟურნალისტების დამსახურება არის ეს ყველაფერი. თუმცა ამაზე მოგვიანებით. მოკლედ ჩემო კარგებო, რადგანაც აგიხსენეთ ახლა რა შეეხება ეს ბლოგი, ახლა მინდა გადავიდე უშუალოდ პირდაპირ მშრალ ფაქტებზე, თუ რომელი მშრალი ფაქტებიც
ღიად ტელევიზიით, სოციალური ქსელით ჩანს და ვიცოდეთ რა, რასაკეთებენ ეს მოღალატეები, ამიტომ ჩემს მიერ მოპოვებული ღია ინფორმაცია აი ამ საკითხთან დაკავშირებით და პირები, რომლებიც ამ ყველაფერს უბრალოდ მოусმინეთ, როგორი გულის ამრევით საუბრობენ. პირველი იქნება ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი ეროვნული არ ვიცი ისტორიკოსი სამშობლოს ბედიღბლით შეწუხებული და გულდათუთქული ვაშკაცი ვასძის ძმაკაცი ექსპატრიოტთა ალიანსელი თარხანადან გაგდებული და ასე შემდეგ სოსიკა მანჯავიძე, რომელიც მალხაზ გულაშვილთან ერთად ერთ დიდ კოდლას წარმოადგენს, გამправებლების, ღალატის გამправებლების და აი ასე ეხმაურება აი ამ თემას, ცოტა ის ზერელეთ ვითომ ისეთი თემა იყოს, რომ ხალხს არ აწუხებდეს სადღაც 1 წუთის რადიუსში მის ძმაკაცთან ერთად და მოусმინოთ ყველა. იმიტომ არ იღებენ ხმას რომ ეშინიათ გამწვევებისგაც. არა, გამწვევების რო ეშინიათ აზერბაიჯანთან. აი მე ვამბობ ხელისუფლებას. მე გეუბნები პირდაპირ, არა, კითხვა გაიხსნას კითხვა, რა კითხვასაც ვლაპარაკობ რა მე. დაიწყეს ხო მილიჩევაზე და ვიღაცაზე დევნა, გაჩერდნენ. იმაზე დაიწყეს გაჩერდნენ. რატო ჩერდებიან? რა ხდება? ხო აი მითხარი. გეტყვი ახლა რატომ ჩერდებიან? ამას ხო ვერ იტყვის ახლა ხელისუფალი რატომ ჩერდებიან? იმიტომ ჩერდებიან რომ არსებობს პატივცემული მიხეილისა და იმის ახლა რა ქვია პატივცემული იმის აზერბაიჯანის ხელისუფლების შეთანხმება. ხომ გვახსოვს კაცო ეს ხომ დოკუმენტირებული არქივი არსებობს ვიდეო 1000-ჯერ აქვს ნანახი არ გვახსოვს მიშა რო გამოვიდა და სიმაღლეები გადავეცითო სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებდა და გადავეცით სიმაღლეებიო სააკაშვილმა ღია ეთერში თქვა ეს ხო თქვა რის შემდეგ თქვა რის საფასურად თქვა ესეც ხო გასაგებია იყო შეთანხმება შენ ახლა მიშა იყო თუ გრიშა იყო თუ ის იყო რა ქვია ვინც გინდა ის იყო ნაპოლეონი სამართალმემკვიდრე ხარ შენ აგე პასუხს იმაზე რა ქვია რაც გააკეთა შენმა წინა პრეზიდენტმა მე ბატონო ხო აქედან გამომდინარე მოლაპარაკება როგორ არის რომ რაზეა ლაპარაკი რომ ის აზერბაიჯანის ხელისუფლება რომელიც ხენზეა და ეხლა თulis რომ ის საერთოდ სხვა პრეტენზიები შეიძლება კონდეს შენ როგორ უნდა დაათმობინო იმას დაუშვათ ის რაც მან რაშიც მან გადაიხადა მოდ პირდაპირ თქვათ და რო თქვა რომ გადაიხადა და ფული გაკაღებული და რაღაცა ესეთები რო დაუწყო ახლა ლაპარაკი იმას როგორ გონია ვინ მოიგებს ამ ლაპარაკს ეს ელემენტარულია ხო ეს 2-ჯერ 2 არის 4 და რატომ ვერ ლაპარაკობ საქართველოს ხელისუფლება ესეც ხო გასაგებია ვერ ლაპარაკებს ამას ეს შეუძლებელია ეს ხელისუფლება კი აღარ იქნება მაშინ საერთოდ ნუ იქნება აბსოლუტური საერთოდ არასერიოზული ხალხი როგორც ნახეთ ეს არის სოსიკა მანჯავიძე რომელიც აქტიურად ითხოვდა ყველაფერთან ერთად ჩვენს დაჭერას და ამის სკრინებიც გვაქვს შენახული სოციალურ ქსელში რომ თურმე ბატონი დემურ გიორხელიძე თურმე ბატონი შალვა მაღრაძე თურმე დავით ჭაბუკაშვილი და გიგლა გობეჩია და რიგოლ ბახტაძე და საერთოდ ქართველთა დიდი გაერთიანების წევრები ყველა ვარ თურმე გასასკვანჩი და დასაჭერი და სოსოია არის ატვეჩაი თურმე სოსოიამ იცის ყველაფერი და სოსოიამ იცის ესე რომ ვთქვათ მოხარშულად მდგომარეობა თუ რა ხდებოდა ხელისუფლებაში და როგორ მოხდა ეს ამ ყველაფრის თურმე გადაცემა სააკაშვილის მიერ და ფული აქვს თურმე აღებული ამაში და ეხა ფული აქვს აღებული კაცო ხალხს და რა ვქნა უკან ხო არ დაუბრუნებენ ამ ფულს და უკან ხო არ გამოისყიდიან დავით გარეჯს და ამიტომ დუმს ხელისუფლება რომ სააკაშვილს ხელი არ დააფაროს უბრალოდ დააფაროს და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ბატონი სოსიკა ესე რომ ვთქვათ
ხელისუფლების მაგივრად გვცემს პასუხს. აი ამიტომ არის ეს გამправებელი და ამიტომ ხართ მოღალატეები, ყველა ეს ლატენტური კოდები, რომლებსაც რო გკითხოთ ხალხმა, თურმე კოდები არ ახართ, მაგრამ როცა საქმეზე მიდგება და ხელისუფლებას გაუჭირდება, გამოგაგორებთ ასე და გალაპარაკებთ. რატო არა სააკაშვილზე აღძრული ერთი სისხლის სამართლის საქმე ეს დავიცი, აბა ამის პასუხს ვერ გვცემს ბატონი სოსიკა. ახლა კი ნახეთ ბებერი სირის, ბებერი კაგებეშნიკის ბატონი პეტრე მამრაძის დახმარება სახელისუფლებო გოლის მიმართებაში, იგივე გულაშვილის კანტორიდან ეს ერთი კოდლა არის, რო იცოდეთ, მთელი ეს მოღალატეები, გამправებლები ყველა გულაშვილის კანტორაში იკრიბებიან, იქ იკრიბება ხუინდრავა, იქ იკრიბება მანჯავიძე, იქ იკრიბება ეს სირი, იქ იკრიბება ასევე რა ქვია იმას ქართველიშვილი და ასე შემდეგ და ყველასთან ნელ-ნელა მივალთ და ყველა უნდა იცოდენ. აი ახლა მანამდე კი ნახეთ ბატონი პეტრე მამრაძე როგორ უყურებს ამ საკითხს და ერთი წუთი რჩებაო ბოლოშიო აქაცო და თუ შეიძლებაო ერთი წუთითო გავცეთო პასუხიო დავით გარეჯის საკითხთან ატეხილ ერთ ამბავსო და მოდი ნახოთ აბა რას გვეუბნება ჩვენ ბატონი ძია პეტრე. რა შეეხება დავით გარეჯს საათს ვუყურებ. კი, ერთი წუთი დაგვრჩა და თუ შეიძლება რომ მოკლედ. და გითხრათ რომ ეს თემა გამოიყენება როგორც ბინძური იარაღი, რომ ეგებ როგორმე აზერბაიჯანთან წახდეს ურთიერთობა. მხოლოდ ამისთვის არის მე ზუსტად ვიცი. ეს არის ის საკითხია, რომელიც შევარდნაძემ და ალიევმა საოცარი მეგობრული ძმური ურთიერთობის დონეზე ერთმანეთისთვის თავს დებდნენ. ორივეზე იყო თავდასხმები და სასიკვდილო და ორივე გადარჩა და ასე გაიყვანეს ეს ნავთობსადენი და ალიევი სულ ამბობდა ნავთობი კი ჩვენი აზერბაიჯანის, მაგრამ ედუარდმა შეძლო მისი გატანა მსოფლიოში, მე ამას ვერ შევძლებდიო. აი ამათ მოილაპარაკეს რომ ვინაიდან ასეთი მგზნობი არია, მოდი აი ესეთი ვითარება იყოს, როგორც რუკაზე იყო ბოლოს როცა დაიშალა SSR, ანუ დავით გარეჯის ის ნაწილი არის აზერბაიჯანში, კი ბატონო, მაგრამ სრული თავისუფლება. მგლებიც იქ არიან ჩვენები, ქადაგებენ, მომლოცველები დადიან, როცა უნდა პრაქტიკულად არ არის საზღვარი, ასე იყო. ვიდრე არ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გარკვეული ძალების დავალებით, რომ ეს საქართველოა და ვავალებ, როცა გახდა პრეზიდენტი, სასწრაფოდ დაამთავრონ საგარეო უწყებებმა დემარკაცია, დელიმიტაცია და დემარკაცია რა ტყდა მაშინ გახსოვთ? კი. კი, რა ტყდა და ძლივს ამ ხელისუფლებამ შეძლო თანათან თავისივე მოყვანილი და არჩეული პრეზიდენტის პროვოკაციის ესე ჩახშობა და ასე შემდეგ. მერე გახსოვთ, თურმე კარტოგრაფების ბრალი იყო. აი ეს იყო მაშინ ვინც იყო ხელისუფლების სათავეში, პრემიერ-მინისტრი, იქიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მარაზმი იყო. ორ სერიოზულ სპეციალისტ კარტოგრაფს კაბინეტებში, შკაფში უდებთ ეს რუკები. დიახ. ეს იყოს დამალული და რაღაცა ისეთი რომ აი ამის გამო არ მოხდა რაც უნდა მოხდარიყო, ხო? ამას ხო საერთოდ დაწვავდნენ, თევს ვერ ნახავდა ვერავინ. ამ დროს ჩამოდის ადამიანი, მართა კარგი უნდა და აშკარად გადაიხადა ფული, ჩამოიტანა რუკები და აკი გვეშვენება. რამდენი წელიწადი გავიდა? დასასრულისკენ მივდივართ. მადლობა. სხვა დროს რომ დავგმოთ ყველანი ისინი. ანუ შავი პიარია თქვენი აზრით კობახიძის წინააღმდეგ და ზოგადად ეს თემა. რა შეუძლია პრემიერებს ახლა ორივე მხრიდან ჩვენგან და აზერბაიჯანიდან სადაც თავარი რა თქმა უნდა პრეზიდენტი ალიევია, რა შეუძლია გააკეთონ ისეთი, რაც ვერ გააკეთეს შევარდნაძემ და ჰეიდარ ალიევმა და სამაგიეროდ სააკაშვილმა რა თქმა. აი ძია პეტრემ თავის კაგებეშნიკურ სტილში ნამდვილად ვერ დაუწუნებთ იმას, რა ქვია, კაგების აგენტურას, რომ მათ ეტიკეტი, საუბრის მანერა, აკადემიურობა, ფართოდ საკითხის გაშლა ხუთიანზე იციან, რომ საერთოდ წარმოდგენა შეიქმნას, დაიწყო შევარდნაძიდან, სულად ძაღლებული შევარდნაძიდან, გაგრძელებული დღევანდელის ჩათვლით, რომ თურმე ასე იყო და დაკვირდით ერთ საინტერესო მომენტს, როდესაც ის ამბობს, რომ თურმე აი წინა პრემიერმა ღარიბაშვილმა
თურმე ეს ყველაფერი ესე გააკეთა და ორი თურმე საუკეთესო სპეციალისტი ილიჩოვა და მელაშვილი მე ესენი ყველა უბრალოდ დაიჭირეს, გამწარეს და გამოუშვეს გარე. ნუ ახლა მე დიდი ალბათ ბუდიშებითაც შეიძლება ახლა გმირობის ორდენით ჩამოგიდონებათ. არ ვიცი ეს. ახლა 100-ია საჭირო და მაშინ ისე იყო საჭირო. მაშინ არ იყო პეტრე მამრაძე, რა ქვია, საქართველოში და მაშინ ამ მოვლენებს არ უყურებდა, რომ შეეხედა იმისთვის, რა ქვია, გამოსულიყო მაშინ და ეთქვა, რომ ეს ორი ნიჭიერი სპეციალისტი რატო დაიჭირეთ, თურმე ეს ასეა. ჯერ ერთი სულად ზაღლებულ შევარდნაძეს მიაჯვა ზაღლმა. საფლავში და მიყოლია მისი დამტირებელი ყველა. ბიჭო, ჯერ ერთი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები თვითონ საიდანაა დაწყებული და როგორაა დაწყებული და 1938 წლის რუკით და ამით და იმით ამაზე ზედმეტი არის ლაპარაკი. მერე და მეორე თუ შევარდნაძის დაშვებული შეცდომა იყო, თუ იმის შეცდომა რა ღალატი იყო, თუ სააკაშვილის გაგრძელებული იყო მთავრობა რისთვის აყავს და პატრიოტი მთავრობა რისთვის აყავს ხელისუფლებას რომ თავისი ტერიტორიები რომელიც ისტორიულად მისი იყო აი ამ ტერიტორიებისთვის იბრძოლოს და დაიბრუნოს უკან ეს მათთვის მართლა 2 კილომეტრი ნახევარი ტერიტორია არის ხრიოკი ტერიტორია რომელსაც კაცშვილი ართulis ალბანური კულტურის ძეგლად თუ არა თვითონ ალიევი და აზერბაიჯანელები რომლებიც ქმნიან თავიანთ ისტორიას თავისი ხალხისთვის ეს მაგ ქვეყნის პოლიტიკა არის და მაგათ აინტერესებს მაგრამ ისტორიული საქართველო ჰერეთით დაწყებული ყარაიასველი და ბორჩალოთი იმდენია აზერბაიჯანზე გადაცემული და ნაშუქარი უბრალოდ ამ საკითხზე ენა როგორ უნდა უსველდებოდეთ აზერბაიჯანულ მხარეს მაგრამ როდესაც ამდენი მოღალატეები ყავს შენ ქვეყანაში იქ უკვე ალიევთან და სხვასთან ზედმეტი არის ლაპარაკი ახლა ესენი რას აკეთებენ აი ესე ნელ-ნელა, აი ესე ჰიჰი-ჰაჰაში თურმე ასე იყო ოვერტონის ფანჯრის პრინციპით მიჩვევას, ყურის მიჩვევას საზოგადოებისთვის, რომ საზოგადოება შეეგუოს ამ ყველაფერს, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ არის და ის ნაწილი აზერბაიჯანს ეკუთვნის და არ ღირს ახლა ამისთვის ამ ხელა ამბავის ატეხვა და ამაში არიან ჩართული სულ ყველა ეს გამბრავებლები. აი ახლა კიდე ერთი მინდა გაჩვენოთ აი ამ კოდლის წევრი ბატონი ქართველიშვილი რომელიც ხალხის ზალის ლიდერი არის ეს კიდე ძალიან დიდი საჭამოსხმა და ბიჭო ესეთი პროვოკატორი ეს რო ყოფილა მე საერთოდ წარმოდგენას არ მქონდა იმიტომ რომ ახლა მქონია პირადად მასთან შეხება და მისირგული მაგრამ ახლა ამ კოდლის ნაწილი როგორ იქნებოდა ნორმალური ხო გამოუქვეყნებია მის გვერდზე ახლა მინდა გაჩვენოთ გამოუქვეყნებია მის გვერდზე პოსტი, რომელი პოსტიც ეხება აი ამ საკითხს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთსულოვნად ერთ ამბავში ლისუფლებაო იქნებაო ჩამოყალიბდეთო, ან მე დამიჭირეთო, ანუ ესენი დაიჭირეთო რა, ჩვენზე არის საუბარი, ხო? აი აქ გაცემულია აი ამ ვაჟბატონს პასუხი აი ამ პოსტის გულისთვის რაც ქონდა დაწერილი თუ სინამდვილეში რა რეალობა არის როგორ არის რანაირად არის და დაგვირდით მის პასუხს მე საიდან უნდა მცოდნო დამაშვილი ყოლია გარდაცვლილი ღმერთმა გაუნათლოს შვილი იმიერში ახალგაზრდა ადამიანი აცხონოს უფალმა გარდაცვლილი მე საიდან უნდა მცოდნო და მაგრამ მე ვწერ დავით გარეჯთან დაკავშირებით და მეუბნები რომ კაცის ჭირო, იმიტომ რომ ნამდვილად კაცის ჭირი არის. ესეთი ადამიანები კაცის ჭირები არიან. და დააკვირდით ახლა როგორ პროვოკაციულად პასუხობს. ესე იგი შვილის გარდაცვალების დღესო ამ მე არ ვიცი ამ დღეს იყო თუ არ იყო მისი შვილის გარდაცვალების დღე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ესეთ პასუხს იძლევა რა, რომ თურმე საჯაროდ უნდა დაუპირისპირდეთ და ყველას გაგვცემ პასუხს და უკან არ დაიხიოს და მიყვება ახლა ამას პასუხი, მიყვება ამას კი ყველმაც გასცეს თავისთავად პასუხები მის ესეთ პროვოკაციულ ნაბოდავს და რა თქმა უნდა ბატონ დავითს ეს ძალიან გულზე მოხვდა და საბოლოო ჯამში დამბლოკა, იმიტომ რომ რა ვიცი ალბათ შევინახარო რომ გელაპარაკო ეს ან ეს დაიჭირეთ ან ჩვენ დაგვიჭირონ რა ახლა ხელისუფლება გაიგონე რა ეს დეპუტატი კაცი ამბობს ამას იმუნიტეტიანი
აი ესეც როგორ არის ჩამდგარი ხელისუფლების გაправი კონსტრუქციული ოპოზიცია ეს ხალხის ძალის დაგვირდით რას წერს და რა ენით ელაპარაკება ხალხს რომელმა ხალხმაც აირჩია რომელიც ხელფასუხდის ასმევს აჭმევს იცავს ხელის გულზე ატარებს და აი ამ ადამიანებს ვისი გადახდილი გადასახათებითაც ეს სულს იდგამს აი ეს არის კოცების რეალური ჭეშმარიტი ნამდვილი სახე. ნუ ახლა აქედან გადავიდეთ კიდე ერთ დიდ ჩამოყალიბებულ ფალოსზე, მაგრამ სანამ აი ამ ფალოსზე გადავიდოდე, პატარა კუტუმიცინია, ფალოსი ცოტა ისეთი სახელწოდება მისთვის. მანამდე მინდა გითხრათ და კიდე ერთხელ მინდა ყველას აი პატარა რაღაცა შევახსენო რა, აი მოდი გადავხედოთ ჩვენ უახლეს ისტორიას და სად ვირის უკანალში იყვნენ ესენი შემძრვალები. როდესაც ასავალ-დასავალი მიხეილ სააკაშვილს მართლა შობრეში აღდგა. ბოლო 10 წლის განმავლობაში და უფრო ადრეც ზოგიერთ კრიტიკოსის ლეგიტიმური და სრულიად არალეგიტიმური გაზეთ ასავალ-დასავალის და სხვა ბინძური პრესისა და ჭორების გაღუების ბრაზისა და გაღუებული ჭორებით მე გაღუებული ბრაზისა და სიდული ასავალ-დასავალი გაზეთი ასავალ-დასავალი გაზეთ ასავალ-დასავალიზაცია კარგით, ამ ვიდეოს მე ბოლოში დაგიტოვებთ და თავისთავად დაურთავ ამ ყველაფერს ამ ვაჟბატონების ემას, მაგრამ მაინც გავიხსენოთ რა. თუ ასავალ-დასავალმა რა როლი შეასრულა მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის დამხობაში. მაინც მომავალ თაობას უფრო დაჭირდება, იმიტომ რომ იმ დროინდელს ყველაფერი კარგად ახსოვს თუ რა როლს თამაშობდა ასავალ-დასავალი და ასავალ-დასავალის ჟურნალისტები იმისთვის, რომ დღეს იქ ეგდოს ბიზინა ივანიშვილი და ქართული ოცნება და აი ახლა მინდა გითხრათ, რომ აი კოცური მადლიერება როგორ გამოიხატება. აი ახლა მინდა ჯერ გაჩვენოთ აი ეს კოც პროპაგანდონი, რომელიც არ ვიცი საიდან ამოხიკეს ოცლარიანი სუსის ვირთხა, რომელიც ხან კონსერვატორებთან იყო, ხან იმასთან რა ქვია, პატრიოტთა ალიანსთან იყო, ხან თვითონ ებრძოდა ტერმინალს და ბოლოს დაუფასდა ეს შეატყვეს, რომ ინტრიგნული ნიჭი მაღალი ქონდა და გადაიყვანეს თავისთან და აი გამწარებული მიდის აღვირახსნელი ლანძღვა, გინება, ფურთხება კოცების და მათი მრევლიდან და მათი გამბრავებელი ბლოგერებიდან, ეს არის დღეს კოცების ესა პიარი და კოცების პოლიტიკური პროპაგანდა ჩვენს მიმართ. და ასავალ-დასავალის ჟურნალისტების მიმართ, აქ ახლა განსაკუთრებით აქცენტი აქვს დიტო ჩუბინიძეზე. აი დიტო ჩუბინიძე როგორ რამენაირად გამოიყვანონ, ესე იგი, ცუდი ადამიანი და აი ღია გამოცხადება აღარ იყიდოთ ასავალ-დასავალი და ესე შემდეგ და ესე შემდეგ დაგვირდით საღერღელი აქვს ნამდვილად აშლილი. ნამდვილად აქვს საღერღელი აშლილი აი ნაგავ ადამიანებს და დაგვირდით კომენტარებს, რასაც აი ეს ბიუნაგავი ადამიანები უბრალოდ წაიკითხეთ. როგორ უყვარდა თურმე ასავალ-დასავალი და სირცხვილი თქვენი ამას როგორ აკადრებთ ხელისუფლებას? არა, იქ ჯანსაღი ადამიანებიც ჭარან, რომლებიც 1-2, რომლებიც უწერენ იქ კომენტარებში, რომ აი რასაც ხედავთ ახლა თქვენ ეკრანზე, რომ მაკრობრძანდებით თქვენ და 1 ოქტომბერი რომ მოვიდა 2012 წლის ასავალ-დასავალის დამსახურება. მაგრამ არა, თურმე მის მერე ეს ყველაფერი შეიცვალა, თურმე მის მერე სული გაყიდა ასავალ-დასავალმა ნაცებს შეეგრა. არა და სინამდვილეში რა არის? ბიზინა ივანიშვილი, რომელიც არის პირველი ნაცი და მთელი ამათი ბოზბანდა, კოცების ბოზბანდა, აი ესენი აბსოლუტურად ყველა არიან ერთად შეკრებილები და ვინც მაგათ დაკრულზე არც ეკვავს და თუნდაც სამშობლოს ინტერესებს ეხებოდეს, დავით გარეჯს ეხებოდეს საქმე, ჩვენ სიწმინდეებს და ასე შემდეგ, აბსოლუტურად ყველა არის მოღალატე. აი დაგვირდით ახლა უბრალოდ როგორი დამოკიდებულება კომენტარები, ვისაც
სრული შეგიძლიათ ეს არის ამას დავარქვი მე კოცური მადლიერება. კოცების მადლიერება. ხალხმა აი ასე ექცევიან ესენი ადამიანებს, რომლების ბრძოლითაც ესენი მოეთესლენ და იყრიან. და იღებენ ფულს. აი დაგვირდით აი ავადმყოფებს აი. დაგვირდით ჯერ თვითონ პროპაგანდონი როგორია და მერე დააკვირდით თვითონ მრევლს. მაგათ მრევლს დააკვირდით როგორი მრევლი არის. გორი გულისამ და ქალებს დააკვირდით აი მანდილოსნებს აქ მეორე იმაში უფრო საინტერესო ჩანს საზადავითაიას მიმართებაში როგორი მაგინებელი აი როგორი არ ვიცი რა ქართველი ქალის გარდა რო ამას და აი ესენი ვითომ რო ქართველ ქალობენ ვაიმე რაღა დროს დასავალია ხალხო არც ყიდულობს ქეთი თურმე თავის დროზე პირველი მკითხველი იყო რა და ესე შემდეგ და კიდე იბეჭდება თურმე ისე გაუძვირებიათ 3 ლარი გაუხდიათ თურმე და ისე გაუძვირებიათ 3 ლარს ვინ გადაიხდის ახლა ამის ყიდვაში კაცო ეს არის კოცური მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ესენი მოათრია და იქ დასვა. წაიკითხეთ, უნდა გეზარებათ, იმიტომ ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ქართული ოცნება, ეს არის მათი ელექტორატი და უსმინეთ, კარგად დაფიქრდითო რა. როგორი ცილი დასწამა ჩვენ პრემიერს როგორ შეიძლება ახლა ჩიჩილაკად როგორ შეიძლება კაცი პირდაპირ ამბობს რომ მე ეროვნული ცნობიერებაო არ ვიციო რას წარმოადგენს და საშიშად მიმაჩნიაო და როგორ შეიძლება დაწამოთ ცილი მოკლედ ამას ბოლოში დაურთავ ამ ყველაფერს და ვისაც გაინტერესებთ ნახეთ ახლა უბრალოდ მინდა კიდევ ერთი ამ გაზეთის ჟურნალისტის ზაზა დავითაიას მიმართ როგორი ისტერიკა აქვს ატეხილი. აი ნახეთ უბრალოდ აი კითხეთ ამ ადამიანების ანკალობის ამათ რა ატყვიათ ადამიანობის ამათ საერთოდ რა ცხიათ აი ეს არის კოცი რეალობაში ეს განსაკუთრებულია ეს მანაგაზე ჩემ დაჭერას ითხოვდა და პირდაპირ ჩამოყვანას ითხოვდა და სააკაშვილის გვერდით იმას ხნა ახლა დააკვირდით შენი ნაცი ასე და ისე ნუ ზაზდავით აი ყოფილა ნაცი რომ გიგენიათ ხალხო დააკვირდით მაგრამ აი ახლა ჩაყევით ქალები როგორ კოცი ქალების გინება როგორი არის აი როგორი სირინოზის ხმები ამოდით ეს პირიდან. აი დააკვირდი. ზაზა უკაცრავად შენასე შენი დედა ქალები. აი ეს ნინი ჩიხლაძე წაიკითხეთ. აი ეს ანა წაიკითხეთ. აი ეს ნინო წაიკითხეთ. აი ნახეთ ქალები რა ენით საუბრობენ და რა ენით ელაპარაკებიან ადამიანებს ვინც საკუთარი სამშობლოს ბედიღბალზე მართლა წუხან და მართლა ხმას იღებენ და ეს არის ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერის ბროდი და გამოდით ვინმემ და ამიხსენით რა განსხვავება არის ამას და მიშა სააკაშვილის ქალებს შორის მე ვერანაირ განსხვავებას ამაში ვერ ვხედავ ესენი ისევე როგორც იდეოლოგიურად ისე მათ არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთიდან არიან ნირვანაში კოჰაბიტაციაში და ვინც ამათ კოჰაბიტაციას დაარღვევს და დაანგრევს აი ისინი მიიღებენ აი ესეთ პასუხს დიდი მადლობა ამისთვის ბატონ ბიძინას, დიდი მადლობა ამისთვის ბატონ დინარაძეს და მისი მეხუთე განყოფილების მას რა ქვია ტროლ ზაოდს, რომელიც ზაოდებიც ააშენეს, იმის მაგივრად რომ ქარხანა ფაბრიკები აშენებულიყო ქვეყანაში და ეს ბროდი აგერა ნინიკო, ჟუჟუნა, ციცინო, კეთინო, ანა, ესენ დააკავეთ ესენი და შეუშვით იმაში რა ქვია
დღეში 1-4-5 პოსტი მოიწონონ და ესა დაწერონ 1-20 კომენტარი ამ ხელისუფლების დასაცავად და ეკნებათ 500-600 ლარი ხელფასი რა გინდა кайფულია საქართველოში. და ამას როგორ აბრალებ? მოკლედ მეგობრებო, აი ამის თქვა მინდოდა იცოდეთ უბრალოდ რა ბიუნაგავებთ არა ეს საქმე. ნამდვილად იცოდეთ ის რომ დავით გარეჯი როგორც არასდროს ისევ არ ახლა დარწმუნებული რომ დავით გარეჯის გადაცემა გაფორმებაში ამათ აქვს ლომის წვლილი შეტანილი, ეს არის ამათი ხელწერა, ამ ბიუნაგავი ხალხის ხელწერა და აქედან გამომდინარე შემოკარგებო, მოდი ბევრს გავაგრძელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარს. ბოლო-ბოლო ხელისუფლება არის მოქმედი და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რა მძიმე მემკვიდრეობაც არ უნდა დარჩენილიყო და მძიმე მემკვიდრეობა კი დარჩა, მაგრამ ამათმა ამ მძიმე მემკვიდრეობის გამოსასწორებლად არაფერი არ გააკეთეს. უფრო და უფრო ღრმად, შიგ შეტენეს ქვეყანა და დღეს ხალხს ამადლიან იმას, რომ ომი არა. ომის დროს გმირობის მაგალითი მაინც ხდება, რომელიც თაობებს გადაეცემა და საქართველოს ისტორია ომების ისტორია არის. და ჩმორობის დროს მამები მშობლების გმირობას და მშობლების სიმხდალეც გადადის შთამომავლობაზე. და აი ამათი ეგრეთ წოდებული მშვიდობის დროს, როდესაც ტრაქტორით წაართმევენ ერს მის წმინდა ადგილს და ერი ხმას ვერ ამოიღებს. აი ესეთი ერს ყველაფერს აკადრებენ. არაბებსაც დაუსახლებენ, ტერიტორიებსაც გაუყიდიან, 6 წლის ავტომობილებსაც, კი არა შეიძლება ხვალ 2 წლის ავტომობილების შემოყვანა მოთხოვონ და საერთოდ გეტყვიან, რომ თქვენ ამ ქვეყანაში არაფერი გესაგებინათ, ახვიეთ ამ ქვეყნიდან და აქ ჩვენი უჯიშო შთამომავლობა და ვინ ჩვენ გვაღიარებს მხოლოდ და მხოლოდ ის უნდა იყოს, რომ რასაც წარმატებულად აკეთებენ ნამდვილად. აი ამის თქვა მინდოდა და გაუზიარეთ და გაუზიარეთ. ახლობლებს შინაურებს, ახლა ბოლოში ნამდვილად დავამატებ სრულად აი კომენტარებს, აი ბიუნაგავი ხალხის კომენტარებს, რომლებიც აი ამ ადამიანებს, რომლებსაც თავის დროზე მართლა თავი დადეს იმისთვის, რომ ნაცების რეჟიმი შეცვლილიყო და მართლა სააკაშვილი წათრეულიყო ამ ქვეყნიდან და ესენი მოთრეულიყვნენ, როგორ უფასებენ. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ახლა კი ნახეთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში და უფრო ადრეც ზოგიერთ კრიტიკოსის ლეგიტიმური და სრულიად არალეგიტიმური, აი გაზეთ ასავალ-დასავალის და სხვა ბინძური პრესისა და ჭორების გაღუების, ბრაზისა და გაღუებული ჭორებით მე გაღუებული ბრაზისა და სიდული ასავალ-დასავალი გაზეთი ასავალ-დასავალი გაზეთ ასავალ-დასავალი პროპაგანდა ზუსტად იგივე რაც რუსული და დარწმუნებულია ბევრი კავშირებიც არსებობს. შეიძლება ასავალ-დასავალი